ანიმაციური პროექტის წარმოება ბევრ ეტაპს მოიცავს და რაღაცა იდეები მიტრიალებდა თუ რა უნდა. პროექტი დაკენსელდა. გამარჯობა, შენ ხარ თამთუნის YouTube არხზე. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ცოტნე, ანიმატორი და ძალიან საინტერესო პიროვნება. ცოტნე, როგორ გრძნობ თავს? რო გითხარ, კარგად გრძნობ და მოგატყუე ისეთი სიტუაცია ქვეყანაში, მაგრამ ვცდილობ ვიდგე. ხალხმა არ იცის, ვინ არის ცოტნე სავარაუდოდ, ან შეიძლება ზოგიერთად მოიციან კიდეც, თუ გაქვთ სანახი ნინძაბუ მოსმენილი, ეს არის ნინძაბუს ავტორი, ასევე კატოს სიზმრების ავტორი. გაგვაცანე შენი თავი, ანუ როგორ დაიწყე ანიმაციები, საიდან დაიწყო შენი მოღვაწეობა ანიმაციების სფეროში? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ ცოტნე რუსიშვილი, 42 წლის. ცხოვრების ამ ეტაპზე ანიმატორი და ანიმაციის რეჟისორი, ესე მოკლედ რომ შევკრათ ისე ანიმაციაში ესეთი საკმაოდ ჯენერალისტი მეთქვის, იმიტომ რომ როცა საჭირო პროექტში ბევრი რამის კეთება შეგვიძლია. კონკრეტულად აი ბევრი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, დაგვიკონკრეტე, რა გულისხმობ. რა შედის ნუ ანიმაციური პროექტი ეხლა ბევრი ანიმაციური პროექტის წარმოება ბევრ ეტაპს მოიცავს და მე შემოვაკეთებ storyboards, animatics, ანიმაციას, clean-up-ის გაკეთება შეგვიძლია. კომპოზიტინგიც ვიცი რაღაცები და ხმაზეც ვმუშაობ ცოტა-ცოტას და მონტაჟი და რავი რეჟისურა და ის თავიდანვე გეტენება როცა შენ პროექტს აკეთებ და მე თუ ისე აკეთებ მე შეიძლება სხვა პროექტის დაგიძახო რეჟისორად და ეგ პატივიც მრგები ცხოვრებაში და ეგრეა როცა გიჭირს გიწევს რომ ბევრი რამის კეთება შენ თვითონ იწოდე თუ გინდა რომ რამეს მოაპათავე ხარ ჩვენთან საქართველოში რაღაცა დამით უმეტეს ეხლა როცა თავიდან იწყებ და მე რო დავიწყე ეს განათლებაც ხატვაში მაქვს არც ანიმაციაში და საერთოდ სხვა სფეროდან მოვდივარ იურიდიული მაქვს დამთავრებული, მაგრამ როცა ვიწყებდი ხა არც სცენარისტი მყავდა არაფერი არ ვიცოდი და მე თვითონ ვისწავლე ანიმაციის კეთებაც იქ რაღაც ჩემი გემოვნებით დავამონტაჟე და ასე შემდეგ და ეს სიარულით მე მივედი იქამდე რომ ეხლა ჩემი ძირითადი საქმიანობა ანიმაციაში ყოფნა და ანიმაციური ფილმების შექმნა, კეთება და გადაღება, ანიმირება და ასე შემდეგ. შენ მანამდე იურისტი იყავი და პროფესიით მუშაობდი სანამ ანიმაციაში აღმოჩნდი თავს. საჯარო მოხელე გავხდით 10 წელი. 10 წელი. კავშირი ანიმაციასთან ყოველთვის ქონდა როგორც ვთქვი ამ წელს განმავლობაში. კავშირი ხო ანიმაცია ხო ბავშვობიდან მიყვარს, ვერას დროს ვერ მოვწდი და ძალიან მიყვარდა. სადღაც თვიში სუმიტრიალებდა ხოლმე ესეც თამამოცნებებში რომ აი როცა იქნება ფილმების კეთებას დავიწყებ და რაღაცებს ვიძახდი. და მე რაღაც დროს უკვე ძალიან რო დამღალა საჯარო სამსახურში ყოფნამ და ძალიან რომ მომაწვევდა რომ ვიცოდი რა მინდოდა და სად მინდოდა ინტერნეტში დავიწყე მოძიება ინფორმაციის ანიმაციის პროგრამებზე ვიდეო გაკვეთილებზე ასე შემდეგ და დავიწყე და ჯერ პატარა რაღაცები მე ცოტა რეკლამა მე კიდევ უფრო დავამოღამე რაღაც საკუთარი პერსონაჟების შექმნა ასე შემდეგ ხანს გავახმოვანები რაღაცებს იმუშავებდი და მე გამოჩნდა ჟირაფიჟოზე. ხარ ვეძებდი ხოლმე რომ ქართულ ანიმაციაში რა ხდებოდა ეს დიდად არ ჩანდა რა და იმ პერიოდში ესე YouTube-ზე და პირდაპირ რაც იყო ჟირაფიჟოზე გამოჩნდა და რო შევხედე ჟოზეს ასეთი ანიმაციის დაძლევა მე შემიძლია და რაღაც იდეები მიტრიალებდა თუ რა უნდა ქნა და რაღაცა ცოტა ხანში თვითონ პროექტმა სტუდია ველოსიპედმა გამოაცხადა ანიმატორი გვჭირდება და ეთურე დავიკაპიცე ხელები და მივწერე გიორგი მარშანიას და შევხვდით მე გავისაუბრეთ იქ პატარა ტესტიც გავაკეთე და ჩამოვართით ხელი და ჟირაფიჟოზესთან ვიმუშავე 3 სერიაზე. რომლები იყო სერიები? 2 სერია იყო ანბანზე და 1 სერია გავაკეთე საახალწლო. ანუ სრულად არ 1 სერიაზე შენთან ერთად ვიმუშავე ანბანზე. კოსმოსში რო დაფრინავ. ხო, მახსოვს კი. და მე ეს პერიოდი ხა ამ პერიოდში კიდე რაღაცებს სწავლობდი. მე ის გავაკეთე კატასტროფალური ნიტაზე. ის პირველი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი რაც ვირუსული გახდა და ხალხმა რო გამისმოდა. რაღაცა და მაგით მე რაღაც თვითაწვენა მომემატა და მაგდროს უკვე ის ვიყავი რა კიდევ სწავლობდი ამ ანიმაციას და რაღაცა გოლი მიმიწევდა უფრო frame by frame კადრ ანიმაცია რაც არის და რასაც ბავშვობაში ვუყურებდი და მომწონდა სულ იქით მიმიწევდა გოლი და მაგ ძალიან ვცდილობდი რომ ესწავლა და მაგ პერიოდში მე მქონდა იდეა კატოს სიზმრები
სიზმრებზე, რომელიც უკვე ესეთი მოკლე ვეღარ იქნებოდა როგორც გველესი, დაახლოებით 10 წუთიანი იდეა მქონდა. მაგ პერიოდშივე გავიცანი უკვე სტუდია ანიმატორის ხალხი, ჟოზესთან თანამშრომლობს მორჩენილი ვიყავი და სტუდია ანიმატორმა გამოაცხადა რომ ანიმატორს ვეძებდო. და ჩემზე გაგებული ქონდათ უკვე იმიდან, რა ქვია, გველის ანიმაციიდან და რომ მივწერე იქიდანაც რაღაც ისეთი შემოქმედი ნაბიჯები წამოვიდა რომ ჩვენს ვიდა თქვენი გაცნობა და მივქან და მაგას უკვე სტუდია ანიმატორში ისეთი ნანახი მქონდა და სტუდია ანიმატორში ისეთი ანიმაცია კეთდებოდა რომ გამოვშტერდი მეთქი აი რაღაცა ეს კადრი კატა და აი თელი გუნდი ჩართული და მთელი ამბავი და ეგრე დაიწყო სტუდია ანიმატორის ხალხი რომ გავიცანი იქ ეს ჩემი იდეაც უთხარი კატოს სიზმრებზე და მე ისე მოხდა რომ ისინი დაინტერესდნენ მე გავიცანი სტუდია ანიმატორის დამფუძნებელი არის ერთ-ერთი ნათია ნიკოლაშვილი. ძალიან მოეწონა ეს ჩემი იდეა. მე გამოცნო ვლადიმერ კაჭარავა, რომელიც არის პროდიუსერი და ვლადიმერ კაჭარავამ მოკიდა პროექტს ხელი და შევიტანეთ კინოცენტრში 2019 წელი იყო მაშინ. და 4 გამარჯვებულში მოხდა ეს პროექტი, დააფინანსეს და 2022 წლებში უკვე მიდიოდა წარმოება კატოს სიზმრების გავაკეთე ეს კატოს სიზმრების სტუდია ანიმატორში. მოგონთან ერთად. კატოს სიზმრების მერე პირჩივში წარმოება დამთავრებულიც არ მქონდა. მოჩნდა სხვა ლეველის ოდისეის პროექტი. ეს არის ქართული ანიმაციური სერიალი, რომელსაც აფინანსებდა 10 განსვენებული USAID. ანუ USAID იმთან რაღაცას აფინანსებდა და კულტურის და მეცნიერების და ასე შემდეგ ყველა მიმართულებით და ჩაიხსნა ახლა ეს მუზარმაზარი დახმარება. კი და ეს გრან დამიკავშირდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ეგეთი დენვაპი და იქიდან დამიკავშირდნენ რომ აი სამის გაკეთება გვინდა აი დავას ტესტები დავაკეთეთ შეიტანეს გრანტი ის გრანტი მოიგო ამ დენვაპმა და მე დაიქოკა ეს ამის წარმოების პროცესი მე ისე მოხდა რომ წარმოება სტუდია ანიმატორში მოვიდა ისე იმიტომ რომ ხა დიდი გუნდი ჭირდებოდა რა და რაღაც ისეთ ხარისხს ითხოვდნენ და ასე შემდეგ და ეხლა 2025 ხო არის მოკლედ 2022-დან 25-ის დასაწყისამდე მაგაში ვიყავი ჩართული პირველი სეზონი დავასრულეთ 10 სერია მეორე სერიის მოსამზადებელი დაწყებული გქონდა მუშაობდით ანიმატიკებზე მუშაობდი სცენარები დაწერილი იყო მოკლედ თელ ამბავში ვიყავით და შუაში დაგვეწია ამბავი რომ USAID გავაკმა პროექტი დაკენსელდა სუდია თან ანუ იმდენი შრომა ჩაიდო პირველ სეზონში და აუ სასწაული ეხლა მეორესაც სანახევროდ რორი გაკეთებული და შუა გზაში რო წყდება პროექტი ძალიან სუდია რა კატასტროფას ავიღო ხო ძალიან დამენანა ხა ისეთი ის კი იყო ძალიან გვედამღლელი პროცესი იყო და ასე შემდეგ მაგრამ საქართველოში რომ მაგის შანსი გაგვიგეთ თონის სერიალზე იმუშაობდა წარმოება გქონდეს და ხალხი დასაქმებული და გუნდი და მთელი ამბავი ხა კარგი ამბავი ცალსახად არ არის საერთოდ თან ანუ როგორ რთულია ჩვენს ბაზარზე რომ ეგ მართლა გუნდი შეკრიბო დაიწყო მუშაობა თითქმის შეუძლებელი არის რა კერძო სექტორს არ აინტერესებს მომენტ ვერც გაამწყობნებ სუფთა ბიზნესის თვალსაზრისით თუ შეხედავ იმიტომ რომ აი ვიღაცას რო ვთქვა რომ მე ახლა უნდა გავაკეთო რაღაც 3 სეზონი თითოეულ მინიმუმ 10 წუთიანი სერია და ამის წარმოების თანხა არის X ხო იმიტომ რომ თუ ისეთი გინდა რომ მაყურებელს მოეწონოს კარგი გავაკეთე მოგცა ის რაღაცა დიდი თანხა მოგაცხნიშა აი სად უნდა მოიგოს ის თანხა რა სად უნდა მოიგოს ქართულ ბაზარზე ვერ ამოიღებს ქართულ ბაზარზე ალბათ ხო ცოტა რთული იქნება შესაბამისად გადაცემის წინ მეუბნებოდი რომ ხალხმა არ იცის რომ საქართველოში ანიმატორები ანიმაციაზე მუშაობენ იმიტომ ერთის რომ ქართული მაყურებლისთვის არ იქნება ჩვენ გვაქვს წარმატებული პროექტი ჟირაფის ჟოზე წარმატებული არის იმ მხრივ რომ ძალიან ბევრი ნახევარი აქვს YouTube-ზე ასევე ძალიან ბევრი merchandise-ი აქვს რითიც სავარაუდოდ რაღაც თანხები შესდის ანუ ესეც შეიძლება ანიმაცია შეიძლება ბიზნესად აქციებად თქმა უნდა ანუ არ არის ის რომ საერთოდ გზა არის კონტრასტაგიპისპირება. ჟირაფის ჟოზე მართლა წინვალი ფენომენია ქართულ ბაზარზე. მაგრამ ჟირაფის ჟოზე არის ძალიან კონკრეტული ჟანრის, კონკრეტული დანიშნულების, კონკრეტული ხარისხის პროექტი. აი YouTube პროექტია საბავშვო საგანმანათლებლო ასე შემდეგ. ანუ ჟირაფის ჟოზეს გააკეთებ კი. მაგრამ მე ლაპარაკი მაქვს იმაზე რა ქვია. Gravity Falls-ი მინდა გავაკეთე. მსგავსი აზრების ანიმაცია გავაკეთეს, თუნდაც ახლა სლორაცია. Gravity Falls-ის ნაირს ვერ გავაკეთებ ჟირაფის ჟოზეს რესურსით. ჟირაფის ჟოზეს რესურსით ვერ გავაკეთებ. მაგას გეუბნები რომ ანუ ჟირაფის ჟოზეზე ზემოთ ვერ ხტები ფაქტია, გამოაჩინა ჟირაფმა ჟოზე.
ანუ ერთადერთი მე რა შეხედე ყველაზე დიდ პრობლემას სიმართლე გითხრა, მაინც აი ჩემი აზრით production-ს გააკეთებ. ანუ ხალხსაც იპოვი და ფინანსებასაც იპოვი და გააკეთებ. ანუ მაგაში პრობლემას მეძებნებს ვერ ხედავ. შეიძლება ცოტა დროში გაიძალოს. ცოტა გრანტების თემაც ბოდიში გადაწყვეტინე და დაფინანსებას იპოვი თუ ვინმე გამოიჩენს კეთილნებას და ქველმოქმედების ხასიათზე იქ ბიზნეს პროექტი. მე როგორც ვთქვი, დაფინანსება მარტო საქართველოსგან შეიძლება არა სხვა გზებითაც. ხო, როგორც USAID ანუ ქველმოქმედებას ითხოვ შენ და არა იმას ბიზნეს პროექტს ვერ წარადგენ, რომელიც მე იმას გიზავს, რა ქვია, ისე დაგიბრუნებს იმ ნაშრომის ანაზღაურებას, რომ მე შემდეგი მუხტის კეთებაც შეძლო. არა, მოიცა ვაგრძელო. ანუ ერთი არის რომ ესე რაღაც დაფინანსება შეიძლება მოიპოვა, მაგრამ რა თქმა უნდა, უკან რაღაც უნდა მიიღო, ანუ ისე უნდა გააკეთო, რომ ეს პროექტი თავის დამოუკიდებლად და შეძლოს თანხის გამომუშავება, ხო? ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით ამაში ამის გაკეთებაში არის ის, რომ ტელევიზიაში არ გადის ან სახელმწიფო არ ინტერესდება, ну, სახელმწიფო კიდე ბევრი პრობლემა აქვს ამის გარდა, რა თქმა უნდა, არჩეული არჩევახოთ, მაგრამ აი თუნდაც ტელევიზიაში რო გადიოდეს, ხო? ეგ ცოტა სიტუაცია შეცვლიდა. და რა სიზარდა? ერთია როცა YouTube-ზე გადის რაღაცა, იმიტომ რომ ყველა YouTube-ს არ უყურებს საქართველოში და მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი არ ვარ დარწმუნებული, რომ YouTube-ს უყურებს. ჩემი აზრით ჯერ კიდევ ტელევიზორს უყურებენ. თუნდაც პატარა ქალაქებში, სოფლებში და ასე შემდეგ. ანიმაციის კუთხით. თუმცა ყველაზე კარგი არის ტელევიზია. ანუ ადამიანთან უნდა მოვიდეს ყველაზე კარგი ვარიანტია, მე ჯერჯერობით ტელევიზია. ანუ ვუშვებ, მაგრამ აი ტელევიზიაში რო გავუშვა, რა და შეფიქრობ, რომ ტელევიზიის გაშვება მოიტანს იმ შემოსავალს და ცნობადობას, რომ გააკეთო იმ დონის ანიმაციური პროექტი. ჩემი აზრით ცნობადობას მოიტანს და ყველაზე მეტად შემოწმდება არის ცნობადობა. მე რო ყვარი მარკეტინგი, სოციოლოგები, როგორ გააპირებ ამ შენს ყველაფერს და მე შეგვიძლია მერჩი გააზრდე. კარგი, რატო აკეთებულობენ ტელევიზია? აი მეც მაინტერესებს, არ ვიცი. შენ გქონია გამოცდილება ტელევიზიასთან, აი თუნდაც სლოს შემთხვევაში გქონდა. აი ტელევიზიასთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო პირველად გველეროდავდე. მაშინ ახლა ესეთი პოლარიზაცია არისო და იმედზე დამიძახეს ინტერვიუსთვის. ხო. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დამიკავშირდნენ და თავაზობდნენ, რომ აი მსგავსი პროექტი გავაკეთოთ და სერიებად რო წავიდეთ ესეთი რაღაცები ბავშვის მონახულზე. და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავუშვებთ. მე რა ვხდი. კარგი მეთქი მოვიფიქრებ მეთქი ფორმატს, დედლაინებს, ფასს, უთხარი და იქიდან ბორდში ზემოთ რო იშლეს, მაგის ფული არ გვაქვს. ანუ დაფინანსება უშუალოდ მაგათგან რო არ წარმოვიდეს და პროსტა რო უთხრა რომ გავუშვით და რა მსგავსი. ხო, მაგრამ მე თუ პროექტზე დავიწყე მუშაობა, ანუ მთელი ჩემი დრო იმის კეთებაში უნდა და შვილებს ვინაშნებს. არა, დაფინანსება შეგვიძლია სხვა გზით მოიპოვო. და იქ უბრალოდ გავუშვა. ბიჭო, რა დაფინანსება? აი წარმოიდგინე საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. რაღაცა აი ღრუბლებამდე ბიუჯეტი. როგორ გითხრა, ანუ ვიღაცა სკანდალურ ტიპს მოიყვანენ 2 საათი რაღაც ტოქ-შოუში დასვამენ და იმ რეიტინგს მაინც დაწერს. და სულ არ აინტერესებს შენი ანიმაცია. და არც იმის ინტერესი აქვს, რომ სასარგებლო გაავრცელოს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაავადებულება პირიქით ეგ არის. არა, ხო, ანუ სამწუხაროდ ესეც მდგომარეობა შევერთახო. ჩემი აზრი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესე ვუყურებ, რომ საბოლოო ჯამში არ არის მოთხოვნა რა. მოთხოვნა არ არის. ანუ ვერც იქნება. ხო და თუ მოთხოვნა არ არის, შესაბამისად შენ თუ ისეთი პროდუქტი გაქვს, რომელზეც მოთხოვნა არ არის, შენი პროდუქტი არის ძალიან იაფი ესე. მე სასწავლობის ვჯერა და თუნდაც ერთ-ერთი სასწაული მოთხოვნა პროდუქტზე, რომელიც საერთოდ არავის არ ჭირდება და იცი რომელი იყო? რომელი? კომპიუტერი. რა თქმა უნდა, მე ხარ ვუშვებ, რომ სიტყვაზე პირობითად მე შენ ვიღაცა ისეთი რაღაცა პროექტი, საერთი პილოტი შეიძლება გააკეთო, ისეთი დადო და ხალხი გადაერიოს ისე YouTube-ზე და წამოვიდეს ეს ნაპალმი იმისი რა ქვია, ყურადღების ცნობადობის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო რაღაცა, ანუ ჩვენ მაგას ვლაპარაკობ, ისეთ გარემოში ვართ და ისეთ ქვეყანაში და ისეთ რეგიონში რა ვიცი რაც არის, რომ აი ესეთ რაღაცა ინდივიდუალურ გასროლებზე ხარ დამოკიდებული და დრამადაც ახლოს არ არის იმასთან, რომ ცოტა ნორმალურად გზას გავუყვე რაღაცა იმის. შეიძლება ეხლა ვერასაც უწუნებ ეხლა აქ დაგიწეს ვიღაც ლოს-ანჯელესელი ანიმატორმაც ეკივე გელაპარაკოს, იმიტომ რომ ზოგადად ინდუსტრიაში დღესდღეობით პრობლემებია დასაქმების ხრივაც ანაზღაურება და თუწუნებს ხალხი ეცალკე ეს AI-ის პრობლემა გაიჩითა. ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოში ძნელია რა, რომ ენთუზიაზმით ვარ ჩაამთხიე, ძალიან რთულია, რომ ისეთ პროექტს მიუძღვნა საკმარისი დრო და რესურსი და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ თვითონაც ძალიან მოგწონს და ისეთია, როგორიც შეიძლება. მე ცალკე პრობლემა ისე, რომ როცა ვერასდროს ვერ ახერხებ ასეთ პროექტზე მუშაობას, ვერც სწავლობ.
ვერ ხდები უკეთესი ანიმატორი, ვერ ვითარდები და ხარ და ხარ. რაღაც ძალიან ისეთი ის გამომივიდა. ოღონდ ხა იმის თქმა არ მინდა რომ აზრი არა, აზრი როგორ არ აქვს, აზრი როგორ კონდეს მე არ ვქნებოდი აქ და ისევ ჯილდად ვწდივო. ეხლა შენ დასაქმებული ანიმაციებში ხარ ხო? ხო, რომ მიმდინარე პროექტები რა გვაქვს ანუ რაზე მუშაობ ამიტომ. იცი რა, ეხლა ორ პროექტზე ვმუშაობ, ოღონდ დარწმუნებული არა ვარ, რომ უფერო მაქვს თქვა რა პროექტები. ორივე საინტერესო პროექტია. ერთი არის. ესეთი კითხვა. იცი რა, ვისაც ვაკეთებ იმათი გადასაწყვეტი. ერთს უეჭველი ნახავს. ფესტივალებისთვის არის. არა, ფილმი არ არის. ფილმზე მუშაობდი და შუაში იძულებული ვარდი რომ შემეწყვეტა რაღაც ამერიკული მიკრომეტრაჟის ანიმატიკის პროექტი. ჯერ სტორიბორდი და კადრირება გავაკეთე, მე სტორიბორდი. ახლა შევწყვეტე და ეხლა გადმოვერთე ამ პროექტს. ფული რო არ გაქვს და უცბად არავინ არ ჩანს და მე ერთი გამოჩდება და მოეხება კიდე ერთი ერთად. ცხოვრებიან დამკვეთები როგორც მოხდა ქართულები. ეხლა რაზეც მუშაობ ყველაფერზე უცხო. ქართული ფული წესია რა ანიმაციაში მეგონი არიდება. თუ რეკლამას არ ეხება და ისევ ან საქართველოს ბანკიან TV-ს მოდის. ანიმატორში რო გაკეთდა შეგახსოვს მუზეუმის და ღვინის და რეკლამა, აი ეგ არის და ერთი ეგენიშვებიან მაგას. არ უნდა რომ საქართველოს ბანკზე სერიალი გავაკეთებინათ. ხო, აი ხა მაგათ აქვს მაგის რესურსი, მაგრამ რაღაცა ძალიან და მოაწონო რა, ხა პრინციპში ხო შეიძლება მაგრამ awareness-ის გასვლა იქნებს რაც სერიალი გაკეთო ფინანსებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება თუნდაც ანაბრების სწორად გახსნა და ანაბრების სწორად გამოყენება რაც. ანუ ხო პრობლემა ორივე მხარესაა, თორე მე ხა არ მჯერა რომ მაგარი პროექტი გამომზადო, მოსამზადებელი კარგი გააკეთო, ძალიან კარგი იდეა გქონდეს, მიხვიდეს პირობითად საქართველოს ბანკის ტიპთან, ვინც მაგაზე პასუხისმგებელია ანახო მოეწონოს და უარი გითხრას, მაზოხისტი ხო არა. ეგეც არის პრობლემა, რომ ალბათ არც ეგეთი პროექტების შეთავაზება მიდის, რომ ვიღაცას ფული უღებს არის. ხო რა, ხა ანიმაცია საქართველოში ისეთ ეტაპზეა, რომ უკეთესია ვიდრე გუშინ იყო და კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე გუშინზე და გაჩერება არც ერთ ვარიანტში ძალიან მიხარია ვინც რას აკეთებს ანიმაციაში, შემგემოვნებას ემთხვევა თუ არ ემთხვევა, თუ კი აკეთებს უკვე არის წვიმა. ფოტოშოპის მეც მაგ მიხარია რომ რაღაცას აკეთებენ, იმიტომ რომ ვითარდება ასეთ ისე რაღაც შეიძლება. ეხლა დაიწყე ხოწელდაჭ კიდევ უფრო დიდი განვითარება გქონდეს და ასე შემდეგ და საჭირო რომ არ გაჩერდე მაგაში. კი არა, სიგიჟია კონკურენცია იმდენად მოსაქოქია ქვეყანაში, რომ იდეაში რომ კონკურენტები არიან სტუდიები ერთმანეთის პროექტებს აშიარებენ და გულშემატკივრობენ, იმის მაგერად რომ თავის საწვევებს თუ რაღაცა და ასე ერთმანეთის რაღაცა იქნება რა. უკვე რამდენი წელია რაც ანიმაციებს აკეთებ? მაკითხავს რომ ეს ადგილი არის. პირველი შეხება რომ დესაც გქონდა იქიდან და პირველი შეხება მქონდა მალევე როცა გამიშთა პირველი შვილი. და პირველი შვილი გამიშთა 2014 წელს. 14. ხო, სადღაც 2015-დან ალბათ დავიწყე. პერსონაჟების დარიგვით დავიწყე, იმიტომ რომ სახატავი პადი არ მქონდა, კადრ ანიმაცია ისე არ ვიცოდი და ჩემ მითვინისთვის პირველ ეტაპზე ყველაზე ხელმისაწვდომი ეგ იყო რა, რომ მივხვდი აი ეგ როგორ მუშაობდა. მერე ცოტა ფული რომ ვიშოვე, პირველი ესეთ პატარა ვაკომსინგი გამოვიწერე. ავიცი. 70 евро მინდა და მაგითი გავაკეთე ის გველეზე რა უკვე ის გველე ნახევრად დარიგულია, ნახევრად frame by frame. ყველაზე უცნაური შეკვეთა რა არის? იმას რო გითხარ უცნაური შეკვეთა ესე არ მქონია. რო გითხარ აი ბევრი შეკვეთაც არ მქონია. რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ცოტა რეკლამებს და Upwork-ზეც ვიხავი თავიდან ცოტა ხანია. ანიმაციური პროექტები მოდიოდა რაღაც უცნაური პირებთან პირიქით, ანუ აი სერიები მქონდა საკეთებელი პატარა მულტფილმები და და ეს პროექტები ისე იზრდებოდა რომ ბევრი კი აღარ იყო დიდი პროექტები იყო რა, ისე გამოვიდა. შეკვეთები არა, მაგრამ ისინი შემოთავაზებები და ისინი რაღაც სიგიჟეები მომისმენ. როგორი შემოთავაზებები ყოფილა? აი გველეზე რო გავაკეთე და Facebook-ზე რო ვირუსული გახდა, რაღაცა Facebook-ზე ხალხმა დამატება მეგობრებში გამეზარდა რა მაგ პერიოდში მოკლედ. ყველას ვისაც რაღაცა იდეა ქონა ანიმაციაზე და რაღაც რო შეხედა, რომ აი ტიპი აკეთებს, მე იდეა მაქვს და გადაწყვიტეს რომ შემდეგ აკეთო. არა, ნუ მოდი ერთად გავაკეთოთ რაღაცა და ერთი ადამიანი წერდა რომ რაღაც ძალიან მომეწონა ეს ის რაღაცა და აი რაღაც იდეა მოხდა რა კარგი იქნება რომ საქართველოში ანიმაცია ვითარდება და აი რა გახდა რომ იქნებ როგორმე ერთი ბემბის დონის მაინც ერთი მულტფილმი გავაკეთოთ. და ეს ბემბის დონის მაინც იყო საოცრება.
ეგრევე წავედი და ის YouTube-ზე რო Disney-ის ისტორია და making of და ისედებს ვაჩვენე როგორ მუშაობდა მთელი ამერიკა ბემბიზე და რა ხდებოდა და საერთოდ ვიღაცა მოგიწევს მონონოკეს დონეს მაინც ის რო გავაკეთოთ რა გახდა. არაფერი კაცა 5 წუთი საქმე იდეა. ცოტა რა გიყვარს შენს პროფესიაში ყველაზე მეტად? ჩემ პროფესიაში ყველაზე მეტად მიყვარს პირველ რიგში ის რომ ბავშვობიდან რო ვიყურებდი ხოლმე სკოლაზე ძალიან აღმაფრთოვანებ და ხატოს რომ მიყვარდა რა. დამნახატის გაცოცხლება რო შეიძლებოდა ეგ მომენტი აი დღემდე ესეც მოკავდა მაგნიტის გააზრებისას. ეგ პირველ რიგში. ანიმაციაში კიდე მიყვარს ის რომ ლიმიტები არ გაქვს რა. რა ამბავსაც კიდე მოყვები. იმიტომ რომ შენზეა დამოკიდებული, რასაც დახატავ, იმას მოყვები და რასაც კიდე იმას დახატავ. ვიდეო და ეგ შეზღუდვა არ არის. ანიმაცია ხო ისეთი შეიძლება რაღაცა სამწამიანი მოძრაობა, შეიძლება ერთი კვირა აკეთო. ისიც ჩავი ანიმაციას ანუ გააფერადე და მოძრაობას რო ქსო და თვინში რო გაქვს რაღაცა და ის რო გამოვა რა თვინში ქონდა და ჩართად რომ მუშაობს, ეგ მიყვარს. ანიმაციის ყურებაც ძალიან მიყვარს. თან თუ ეთყობა რომ ავტორმა ისე ამოვიდა თავისი პროექტის. შენი საყვარელი ანიმაციები რომლებია? გივი კოსთან იმას ვუყურე და დამასწრო. მე ვარ გენდი დადაბოსკის დიდი მიმდევარი. მაგ ტიპის პროექტებს რო ვუყურებ, ისე მიყვარს, ისე მომწონს და პრეტენზია მაქვს რომ ვგზნობ იმას თვითონ რატომ მოწონს ეგ. აი ხო არის რაღაცას რო შეხედავ და ავნეთ და ეს მე გამეკეთებინა თუ ამას რო გაეკეთებინა მე გავაკეთებდი, ხა მე რას გავაკეთებდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ყველაზე ისეთია რა, კაი მესმის კი არა და ძალიან ყველაზე ჩემია ეგ. რასაც ტარტაკოვსკი ანიმაციაში აკეთებს და რასაც აპრიორიტეტებს, რასაც ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც უყვარს, როგორი ამბის თხრობის როგორი სტილი და სულისკვეთებაც აქვს და ეგ ყველაფერი ჩემთან არის ძალიან ახლოს. და მაგიტომ მაგის პროექტებს ესეც გიჟივით დავდებ და ვუყურე. სამურაი ჯეკი პრაიმალი ეს ტოპის არის და ეხა ის ფიქსდ ნახე რა ვიცი ხალხი გადაირია და აღშფოთებულია. ეხლა დაიდო Netflix-ზე ახალი 2D ანიმაციური ფილმი, სრულმეტრაჟიანი. არის 2D ანიმაციის ზეიმი. მართლა ეგეთი კარგია. ეს ფილმი მაგრამ არის ძალიან პროვოკაციული, აი თუ ამის ცხოველების ფორმაა რა, ძალიან ანუ ის არის საბავშვო არა. აჰა. ძალიან სასაცილოა, ძალიან კარგი თემით, ძალიან კარგი მესიჯით და როგორი ეცე რომ დაიწყებ ყურებას თავიდან გენდი ხო გააფრინე რაღაცა. ეგეთი რეაქცია გაქვს რომ ადაპტირდები. რო იტყვი რომ ოკეი, ხა ესეთი ნატურალური სცენები იქნება, მაგრამ არა უშავს. მე ძალიან სასაცილოა და ანუ რაც არ უნდა პროვოკაციული თუ რაღაცა ესეთი იყოს. აღვირახსნილი, თუ სასაცილოა და თუ გულსაც გიჩუყებს და გაცინებს, ესე მთავარი ეგ არის და ფილმი კარგია და ძალიან კარგია. Disney-ის მულტფილმები მიყვარს, რა თქმა უნდა. ალიკავდა ეგეთი წამყვანი ანიმატორი, რობინ ჰუდი, ჯუნგლების წიგნი. ასეთი დალმატინელი, არისტოკეტს და აი მაგ პერიოდის Disney-ის მულტფილმებზე ჭკუა მეკეტება და მაგ art direction-ი როგორიც ჰქონდათ მათ და როგორი ანიმაციაც იყო და პერსონაჟები. ევროპული ანიმაციური ფილმებიც მიყვარს, აი დიდი ცუდი მილაფია მე მგონი აი სასწაული ფილმია, რავი ესტი და სელესტი. ნუ მიეზაკის ფილმები, არ ვიცი, ხსაიდანაც ანუ მე ზოგადად ვარ ტიპი რომელიც ამბობს რომ ანიმეს ვერ ვიტან. ხა მიეზაკის ხა თვათ ანიმეში მე მგონი რომ მიეზაკისაც არ უყვარს და ანიმეა ეს რაც მიეზაკის ფილმები სასწაულია. არა რა თქმა უნდა ანუ პიკი არის. შედევრებია. ხო, ყველა აბსოლუტურად წუნს ვერ დასდებ და ანიმაციას თუნდაც მიეზაკი ჩემი აზრით ცოტა ძალიან ნამეტანი სისხლობს ასხობს, მაგრამ შედეგი მეწინვალია რომ ჩაასხოს. კი, ანუ ეგეთი შედევრები არსებობდა სამყაროში ნატურალურად პირს. ქართული მულტფილმებიც მიყვარს რაღაცები ხა მაგალითად შემიძლია ხარ. საბჭოთა პერიოდში ქართული ანიმაციები საკმაოდ ისე იყო. საქართველოს ნახო ძალიან განათლებული. შენ არის რაღაც ასე თავზე შემოდებული პროექტი, რომელიც გაცოცხლებაც გინდა და დაუშვათ ძალიან დიდარი სპონსორი რო გამოგიჩნდეს, გააცოცხლებდი. იცი როგორ არის, ადრე ვიძახდი რომ ივანე კოტორაშვილზე მინდა დავაშენო სერიალის პროექტი თქვა. ივანე კოტორაშვილის ამბავი თუ იცით, ვაჟა-შაუზას პოემა არის და ფილმიც არის გადაღებული, რომელიც ძალიან იყო. მაგრამ ესე რო გითხრა რომ მაგაში აღარ ვარ დარწმუნებული.
ეხა რომ ვიღაც მოვიდეს ტიპიკული და ადამიანი მაგარი რაღაც გააკეთებდო ჯერმზად ამიტომ არ მოხვიდეთ. მაგრამ ის მოთხოვნილება მაქვს რომ აი როგორ გითხრა რა ჩემი ეხა მთავარი ამოცანა რომელიც თითქმის შეუძლებელი არის ის რომ იმდენი ფული დავაგროვო და ფული როგორ დავაგროვო იცი რომ იმდენი თავისუფალი დრო მქონდეს რომ დავждე და ჩემი პროექტი დავწერო, დავსკეჩო, ასე შემდეგ რაღაცა ისეთი რომელიც მინდა მიყვარს და მე რომელსაც ჩავდებ. პროექტი გაქვს უკვე თავში იდეაც თუ ჯერ არ არის? ხო და არ მაქვს, მაგრამ მაგას ხო ანუ ის სჭირდება ხო რა რაღაცა ცოტა მენტალური კონდიციაც ისეთი უნდა გქონდეს და მე სულ მოდის ხო რა. პრინციპში რაღაცები მაქვს რა, მონიშნული. უბრალოდ ახლა სალაპარაკოთ არის. მგონია რომ შენს ჩაერთვება ხოლმე ყველა პროექტი რაც ძალიან კარგი გამოდის რა. მადლობა. უი ხო ის დამავიწყდა კიდე. ეხლა ის მიდის კიდე. ანუ ქართული ანიმაციისთვის ძალიან დიდი ამბავია. რა. სტუდია ანიმატორში მიდის იგის წარმოება. ქარჩხაძის იგის სრულმეტრაჟიანი ქართული ანიმაცია და როცა ის მიდიოდა კმენტის შეკრა მაგ დროს ძალიან ამეცალა და მოგეთ ვერ ჩავდე ის რესურსი რომ შეკრებულში ყოფილიყავი, მაგრამ იმდენი მოახერხე რომ ერთი სცენა გავაკეთე მაინც ძალიან მინდა და რომ ეცადა და მადლობა ნათია ნიკოლაშვილის პროექტია მადლობა ნათიას რომ მოცა საშუალება და ერთი სცენა მაინც გავაკეთე კიდე ერთი სცენაც მაქვს გასაკეთებელი მაგრამ ვეღარ მოვაკეთე აუ კაია ძალიან ვიხარია ლეგენდის თანახმად მაქსენასაც დავასრულებოდეს იგი როგორი პროექტია იცი რომ სცენას ვაკეთებ უნდა გაწურო რა აი მართლა წარმოება როგორც მიდის და ეგ გათამაშება და მთელი ამბავი შავი ანიმაცია ჯერ პატარა სკეჩები მე ოდნავ ასოთავი მე და ისე აი მართლა სამწამიანი სცენა რომელიც შეიძლება ერთი კვირა და ორი კვირა ძალიან სასიამოვნოა და მან ყველაზე ახლოს ვარ იმასთან ზოგადად რაც მინდა რომ ანიმაცია ჩემი გაკეთებული ანიმაცია როგორც მინდა რომ იყოს და მან მაქვს საშუალება რომ ბოლომდე გავაწურინო რა ტრეილერი ახედა ვაუ რა ლამაზია ეს ტრეილერი კიდე ის არის რა ქვია ძველი სატესტოებია და ეხლა იქ რო შეგნით რომ უყურებ ხოლმე სცენები რომ მზადდება და რა სიგიჟეა მე მგონია რომ ქართველი მაყურებელი რომ ესეთ ქართულ მულტფილმს დაინახავს გამოშტერდება ჩვენს სრულმეტრაჟიანი ფილმები არ გვაქვს როგორც მახსოვს ბიგია ფილმიც არ გვაქვს ეს პირველი იქნება ანუ იცი როგორ არის ხა ცუდად გამომივა ვიღაცები აცხადებენ რომ პრეტენზია არის რაღაც ყურშა არის ყურშა და ქარი თუ რაღაცა არის ამდენზეა აკმაყოფილებს ანუ ფრისტაუსანი არის ეს მაგაზე შეთქმულება ანიმაცია დაიწლება რა თვითონ ხო ეხა კაი აღარ გავხურდები გეთახმ არა ჩვენთვის გავუდის ყურშეს ამბობი არ ვიცი მაგრამ მე ვეძებდი ქართულ ანიმაციას რომლებიც საკმარისი ისექნებოდათ ქრონომეტრაჟი სრულმეტრაჟი ფილმი ყოფილიყო მაგრამ ვერ ვიყავი არ არის ხო და ის ყურშა და ქარი არის ხო მე მგონი მაგრამ ისეთი გაკეთებულია რა ძალიან ლიმიტირებული პროექტია ისიც ტექნიკურად ეთქმის ეში თუ ავტორი მოისმენს ამ იმას და ძალიან ვაფასებ რომ ისრომეთ და ასე შემდეგ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების შექმნას კიდე აპირებ ხო დიდი იმედი მაქვს იქ რა შეიძლება გავთვალოთ რომ აი თავს მოვა მოკლემეტრაჟიანი კატოსიზმებზე მინდოდა მეკითხა ფესტივალებზე გაიტანეთ ანუ რა შედეგები ქონდა არ ვიცი ზუსტად გაჩნია რა შევადარებ ანუ მე ძალიან ბედრიერი ვარ რა მეც ძალიან იმიტომ რომ კატოსიზმები რომ დაიქოქა და ის რა ვიცი ანიმაციაში ახალი ვიყავი იურისტობიდან გადმოსული და თავდამხვევი ისტორია ჩემთვის რომ ჩემი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი თან ტექნიკურად ეგრე შესრულებული რომელიც მე მომწონს რა და ახლოს არის იმასთან როგორც მინდა და ყოფილიყო ძალიან თავდამხვევი ისტორია ეხლა რა უყურებ რა თქმა უნდა უამრავი პრეტენზია მაქვს თან იმის მერე კიდე რაღაცები ვისწავლე და რა უყურებ მთელი პროცესი ის არის რომ ამას ესე ვიზავდი ამას ესე აქ ესე ჯობდა მაგრამ ეხლა აღარ შეცვლი პირველი ფილმია რა და რა შეცდომა დასაშვები მქონდა ყველაფერი იქ დაუშვი ფესტივალებზე გავიდ დაახლოებით 5 თუ 6 ფესტივალზე მოხდა რომ აირჩიეს პრიზი არც ერთგან არ მოუღია მაგრამ მე პროგრამაში იყო პორტუგალიაში იყო პარიზში იყო იტალიის ფესტივალზე იყო ეგვიპტის ფესტივალზე იყო პარიზი იმიტომ რომ პარიზში მეც ჩავედი იქ ჩვენებაზე და ძალიან კაი გამოსტიდება იყო დამწყებ ანიმატორებს რომ რჩევა მისცენ რომ
რა ისწავლონ, როგორ დაიწყონ, რა პროგრამებს ურჩევდი? დამწყებ ანიმატორებს ვურჩევდი, რომ ბევრი ხატონ, ბევრი სკეჩონ, განსაკუთრებით ადამიანები, რა ვიცი, ქუჩაში ვიდეო ტუტორიალები მოძებნონ YouTube-ზე. ხატვა უნდა იცოდე, უნდა გესმოდეს. ბევრი უნდა იპრაქტიკო ვიდეო გაკვეთილები ისევ ანიმაციის თუ სადმე არ სწავლობ, რა თქმა უნდა, ხელი მივიდება კურსებზე და ასე შემდეგ. აუცილებლად აი ეს ფუნდამენტური წესები და პრინციპები რაც არის ანიმაციაში, რაც არ უნდა გადაწყვეტილი კონდეს, რომ აიმე 3D უნდა ვისწავლოთ, არიდული პერსონაჟებით თუ ვექტორული ანიმაცია თუ motion graphic-ა თუ რაც არ უნდა იყოს. აი ეს ბეისიკები, რასაც ქვია, ნებისმიერ ვარიანტში უნდა იცოდე, იმიტომ რომ რანაირ ანიმაციას წარმოგიდგენდი, მაინც ემუშავოს. Stop motion-დან დაწყებული, ყველაფერი დამთავრებულია. და საერთოდ ანიმაციური სცენის პირველი მოხაზვა, ჩემი აზრით, მაინც frame by frame ხდება. შეიძლება შავად და ისე ძალიან უხეში და რაფ იყოს, მაგრამ მანდ დაგეგმავ და მე როგორც გინდა შეასხი. ეს ანიმაციის 12 პრინციპი და ბევრი ვარჯიში. დაისახეთ მაქსიმალური მიზნები, არ გაიჩინოთ ხელშეუხებელი ავტორიტეტები და ვჯეროდეთ თქვენი თავის, არავის არ მოусმინოთ, ვინც გეტყვით, რომ ეს არ გამოგივა, ის არ გამოგივა და რისიც გჯერათ, მიაწექით ბოლომდე. ანუ შრომა თავისთავად, სანამ თქვენი მეგობრები პირობითად ლუდის დასალევად სწავლენ, აი მაგ დროს რო ანიმაციის ჩემი თავის გაუმჯობესებას დავუთმობ, აი მაგ მოიგებ ზუსტად. ხო და რა თქმა უნდა, უყურონ იმას, რა ქვია. ანიმაციები უნდა გიყვარდეს ახლა უნდა უყურონ და ვინც უყვართ და ვისი ანიმაციებიც ყველაზე მეტად მოსწონთ, საერთოდ არ ეხავს რომ მაგას მიბაძოთ და არც მოპარვის მოგერიდოთ, იმიტომ რომ მოპარვით და მაგერებით იწყება მე საკუთარი სტილის გამომუშავება და უკეთესად მასე გახდები, იმიტომ რომ ყველა დიდი არტისტი ვიღაცის გავლენის ქვეშ იყო თავის დროზე და ძალიან კაი რჩევები იყო და იმედი მაქვს გამოგადგებათ ეს რჩევები. დღევანდელი ეპიზოდის სპონსორი არის მინიკუბი. ეს გადმოგეცემა შენ. მადლობა. შეგიძლია გახსნა და ათქვა რომ შენი რა ხდება. არის სათამაშოები და აწყობილები. დიდი მადლობა მინიკუბს. მადლობა მინიკუბს. ბავშვებს გაუხარდებათ. ბოლო ეტაპი არის ის რომ უნდა დაგვიხატო აქ. გაკეთო ჩანახატი. ეს რაც დასახატი მაქვს ხმამაღლა ვამბობთ? კი, შეგიძლია უკვე თქვა, რაც უნდა დახატო. თვრალი კენგურუ დაუბარებია წინა სტუმარს ბატონ გივის. მადლობა გივი. ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ რომ დააკომენტარეთ და დასვით ის კითხვები, რაც გინდათ რომ შემდეგმა სტუმარმა უპასუხოთ. ასევე არ დაგავიწყეთ ზარის ღილაკის გააქტიურება, დასაბსქრაიბება და მადლობა რომ ჩვენი მაყურებლები ხართ. და ჩვენი კენგურუც მზად არის, როგორ გამოიყურება თვრალი კენგურუ, რომელსაც დახატა ცოტნემ. თადან! დრაკონივით გამოიყურება თვრალი კენგურუ. გავიხსენე 20 კენგურუ წესი. ძალიან დიდი მადლობა ცოტნე მოსვლისთვის. წარმატებებს გისურვებ და მინდა რომ ყველა კარგი პროექტი რაც კი გვაქვს თავში განხორციელდეს ხოლმე. ხოლმე არა, სულ განხორციელდეს. ხო, ხოლმე პრინციპში არ არის. ხოლმე ისედაც არის. ხოლმე აღარ გვაწყდა. დიდი მადლობა მოწვევისთვის შენ და იმედია საინტერესო გამოვიდა. კარგად. კარგად.